უკრაინას ჩაბარება ახლოვდება. მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ფიქრობთ. პუტინი არ ემზადება თავისი ჯარის გაყვანისთვის, ვერ შეძლებს. ის ჩიხშია და მისი ერთადერთი გზა არის ბრმად გააგრძელოს საკუთარი მარცხის გენსვლა. მაგრამ კულისებში რუსეთში თეთრი დროშა უკვე აღმართულია და ის სულ უფრო მძაფრად იფრიალებს. რუსეთის ელიტებს სურთ უკრაინას დაანებდნენ. პუტინი ამის მიზეზია. მისი ომი ყველას აღარიბებს და თუ ერთი რამე რაც პუტინს ამ დროისთვის უნდა გაეგო, ისაა რომ დიდრებსა და მათ ფულს ვერ ეთამაშები, თორემ ისინი შენს წინააღმდეგ შემოbrunდებიან და ეცდებიან თავი დააღწიონ იმ ქაოსს, რაც შექმენ. ფულის მქონე ადამიანები წასვლას აპირებენ და ეს ყველაფერი პუტინის ბრალია. ასე წერს 29 ივნისის მასალა Moscow Times-ში, რომელმაც ეს გამოავლინა. რუსეთის მრავალი ბიზნეს ლიდერი ცდილობს თავისი ფული ქვეყნიდან გაიტანოს. უკრაინის მხრიდან დრონებით მუდმივი თავდასხმების ფონზე და პუტინის სულ უფრო მკაცრი ზომების პირობებში, რომელიც ცდილობს მათგან რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღოს თავისი ომის დასაფინანსებლად. რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდში უზარმაზარი დეფიციტი წარმოიშვა, როგორც აღნიშნავენ ეს ელიტები, და პუტინი სულ უფრო მეტად მათ უყურებს, რომ ეს ხარვეზი შეავსონ, რათა ომი გააგრძელოს. ახლა უკვე ჭორები ვრცელდება, რომ კრემლი მალე დაიწყებს ელიტების პირად დანაზოგებში ხელის ფათურს ომის დასაფინანსებლად და რომ რუსეთი უკვე იმდენად შორს წავიდა, რომ დეპოზიტებსაც კი აყადარებს. როგორც ერთმა მოსკოველმა ბიზნესმენმა თქვა, მთავრობა შეიძლება ყველანაირი გზით შეეცადოს ჩემი ფულის ხელში ჩაგდებას. ყველა ფიქრობს, როგორ გაიტანოს თავისი ფული და წავიდეს. და ის მართალია. ჩვენ ბოლო დროს რუსეთში ბევრი ნაღდი ფულის გატანა ვნახეთ. United.24 მედია იუწყება, რომ რუსებმა 2026 წელს 8 ივნისამდე ჯამში 13 მილიარდი დოლარი გამოიტანეს ნაღდი ფულის სახით რუსული ბანკებიდან. ეს გატანების 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია და ეს სულაც არ არის დამთხოვა. რუსეთის ყველა ფენის წარმომადგენლები, ელიტებიდან დაწყებული ჩვეულებრივ მოქალაქეებამდე, აღარ ენდობიან საკუთარ ბანკებს, რადგან კრემლს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი ფულის ჩამორთმევა. ახლა ისინი ფულს გამოვაქვთ, რაც უკრაინისთვის ყველაზე ნათელი სიგნალია, რაც კი აქამდე გვინახავს, რომ პუტინისა და მისი პოლიტიკური კლანის გარეთ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მზად არიან დანებებისთვის. ისინი ხედავენ იმ ფინანსურ ტკივილს, რომელსაც უკრაინა აკენებს, და ახლა ისინი საკუთარი ფულით გამოხატავენ პოზიციას. ეს ყველაფერი ხდება მოვლენათა სერიების ფონზე, რომლებიც მიუთითებს, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობა რუსეთისთვის, მის ეკონომიკასა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ფულს გამოაქვს, მხოლოდ გაუარესდება. უკრაინის დრონების თავდასხმები რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ სექტორზე კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. რუსეთის 10 უდიდესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნიდან 9 უკვე დაზიანებულია, იუწყება United.24 მედია, და ეს დარტყმები თან სდევს თავდასხმებს სამხედრო ობიექტებზე რუსეთის მასშტაბით. ხელისუფლებას ამ ყველაფერზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: მეტი ფულის დახარჯვა თავდაცვაზე. ამ მიდგომამ კი გამოიწვია ის, რომ იანვრიდან მაისამდე რუსეთს 68 მილიარდი დოლარის ბიუჯეტის დეფიციტი აქვს, რომელიც უნდა შეივსოს. ელიტები ამ დეფიციტს უყურებენ და იციან, რომ კრემლი მათ მიმართავს მის შესავსებად. მათ ეს არ უხარიათ. როგორც კიდევ ერთმა მოსკოველმა ბიზნესმენმა თქვა, საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ გვაქვს ჩვენი ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს ნათელია. არავინ იცის რა უნდა გავაკეთოთ წარმოების გასაზრდელად. ეს საშინელი სიტუაცია, რომელსაც პუტინი და მისი უახლოესი წრე, როგორც ჩანს, არ ელოდნენ. მათ არ მოემზადნენ ხანგრძლივი ომისთვის და არც დრონების ომისთვის არიან მზად. ცხადია, ვის ადანაშაულებს ის, რადგან მიუთითებს, რომ ახლა რუსი ხალხი იტანჯება იმის გამო, რომ პუტინმა და მისმა კრემლის თანამზრახველებმა ვერ ივარაუდეს, რომ უკრაინა ასე მარტივად არ დანებდებოდა და პირიქით, გადაიქცეოდა სახელმწიფოდ, რომელსაც რუსეთზე ნებისმიერ დროს შეუძლია დარტყმა მიაყენოს. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა და ახლა ელიტები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა ამ სიტუაციაზე რეაგირება თეთრი დროშის აფრიალებით უნდა მოახდინოს. სხვა მოვლენები კიდევ უფრო ნაკლებად იმედის მომცემია. გახსოვთ, როგორ უნდა გამხდარიყო ირანში ომი რუსეთის მხსნელი? ნავთობის ფასები $100 ან უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა, როცა ჰორმუზის სრუტე დაიხურა და ეს უნდა შეეტანა მილიარდები რუსეთის ეკონომიკაში და გადაერჩინა პუტინის საკუთარი აბსურდული ხარჯებისგან. ეს აღარ ხდება. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმებამ ურალის ნავთობის ფასი დაახლოებით $50-მდე დაიკვანა. ასე რომ მზე აღარ ანათებს და ის მცირედი სარგებელი, რაც რუსეთმა მოიპოვა, სწრაფად გაქრა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ისიც აგზავნის სიგნალებს, რომლებიც რუსეთის ელიტისთვის გამაფრთხილებელ სიგნალებად ჟღერს. დონალდ ტრამპმა აქტიურად შეაქო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმ გზისთვის, როგორაც უკრაინა იცავს თავს და ივნისის დასაწყისში ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას სხვა დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად, რომლითაც აღიარეს უკრაინის სუვერენიტეტი. ტრამპმა იმავე დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა კვლავ აღადგინოს ნავთობის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც ჰორმუზის სრუტი კრიზისის პიკზე იყო შეჩერებული, რაც მძიმე დარტყმა იქნება რუსეთის ნავთობის ინდუსტრიისთვის, რომელიც უკვე შოკშია მას შემდეგ, რაც მისი მოლოდინები კარგ დროზე დაინგრა. ვლადიმირ პუტინმაც მიანიშნა, რომ სურს თავისი ბინძური ხელები რუსეთის ელიტებისა და ბიზნესმენების ჯიბეებში ჩაკოს, რათა შეავსოს ის ბიუჯეტური ხარვეზები, რომელთა შესახებაც ადრე ვახსენეთ. აპრილში United.24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ემზადება ახალი მოულოდნელი მოგების გადასახადის შემოღებისთვის იმ კომპანიებზე, რომლებსაც ის ზედმეტ მოგებად მიიჩნევს.
ელიტები და ოლიგარქები ამით კმაყოფილები არ დარჩებიან. მანამდე მათ რუსული ომის ძალისხმევისთვის ნებაყოფლობითი შენატანების გაკეთება შესთავაზეს. ვლადიმერ პუტინს აშკარად აღსჯერა, რომ ეს შენატანები საკმარისი იქნება. ახლა ის თავაზობს ახალ გადასახადს, რომელიც შეიძლება excess earnings-ზე 2025-ის ფინანსური შედეგების მიხედვით 20%-მდე გაიზარდოს. რუსეთმა ეს უკვე გააკეთა 2018-19 და 2021-22 წლებში, რამაც მილიარდობით დოლარი შემოიტანა ბიუჯეტში. მაგრამ ახლა ვლადიმერ პუტინი ცდილობს იგივე ხრიკი გამოიყენოს იმ დროს, როცა რუსეთის ბიზნესების 65%-მა 2025 წლისთვის შემოსავლისა და მოგების შემცირება ან პირდაპირი ზარალი დააფიქსირა. რუსეთის კომპანიების 9/10-ზე მეტმა დაინახა, რომ 2026 წელს მათ ფულადი ნაკადების დეფიციტი ექნებათ, მაგრამ ვლადიმერ პუტინი მაინც მეწითხოვს. ამ ქვისგან მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სისხლის გამოწურვაა შესაძლებელი და რუსეთის ელიტები მიანიშნებენ, რომ სურთ უკრაინას დანებდნენ საკუთარი ფულის დასაცავად. ამ ელიტებმა დაინახეს, რომ მათმა ლიდერმა ჩამოაყალიბა მარცხისთვის განწირული სისტემა და ახლა სურს მათი ფული, რათა დაეხმაროს მას იმ ზიანის გამოსწორებაში, რომელსაც უკრაინაში ომზე მისი ბრმა ჩაციკლა აუცილებლად გამოიწვევს. აი რატომ სურთ მათ გასვლა. მათ კედელზე დაწერილი ნათლად უჩანთ, რადგან ამ ყველაფრის გამომწვევი მოკლევადიანი ხედვა უბრალოდ რუსული გზაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ტატიანა სტანოვაია, კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი. ის ამბობს, რომ ყველა ეს პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ ვლადიმერ პუტინი დომინანტურ როლს ასრულებს რუსეთის მმართველობის ყველა ასპექტში, რის გამოც მთავრობის სხვადასხვა შტოს შორის რეალური კოორდინაცია სუსტია. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მარადიული პრობლემა და სერიოზული გამოცდა რუსეთის ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის, ამბობს სტანოვაია და ამატებს. მაგრამ კითხვა ისაა, აქვთ თუ არა ხელისუფლებას მოქმედების გეგმა ან გააზრება, როგორ გაუმკლავდნენ ამას. კრემლს გეგმა არ აქვს. აი სწორედ ეს აშინებს რუსეთის ელიტებს იმდენად, რომ ისინი აგზავნიან უამრავ სიგნალს იმის შესახებ, რომ მზად არიან უკრაინას დანებდნენ და ვლადიმერ პუტინი აიძულონ უარი თქვას მის უაზრო ომზე. მაგრამ მართლა ახლა ელიტები პუტინს დაუპირისპირდებიან. პუტინმა ისინი შექმნა და შეუძლია რაც უნდა ისუქნას, ხომ ასეა? სინამდვილეში ასე არ არის. ყველაფერი ბევრად უფრო რთულია და აგიხსნით რატო. მანამდე კი თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს, სადაც ჩვენ გთავაზობთ ანალიზს, რომელიც სათაურების მიღმა იმალება. გამოიწერეთ არხი ახლავე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები. სრულიად მართალია, რომ ვლადიმერ პუტინმა ძალაუფლებაში მოსვლისას ძალიან ჭკვიანურად აიღო კონტროლი რუს ოლიგარქებზე. 1990-იან წლებში ახალი თაობის მდიდარ ადამიანებს რუსეთზე უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდნენ. ვლადიმერ პუტინმა ეს პრობლემა მაშინვე ამოიცნო, როცა 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი გახდა და მალევე დაიწყო მისი გამოსწორება. და მან ეს ძალიან ადრე დაიწყო. როგორც NPR იუწყება, 2000 წლის ზაფხულში პუტინმა კრემლში რუსეთის 21 ყველაზე მდიდარი ადამიანი მიიწვია შეხვედრაზე. ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რა ელოდათ წინ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ კიდევ ერთი ახალი ლიდერი მათგან დახმარებას ითხოვდა. თუმცა პუტინი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ისინი ელოდნენ. რუსეთის ახალმა ლიდერმა ოლიგარქებს არჩევანი მისცა. დაიმორჩილეთ და პუტინის გზას გახევით. ამ შემთხვევაში შეინარჩუნებთ მილიარდებს, სასახლეებს და სიმდიდრის ყველა ატრიბუტს, მაგრამ თუ წინააღმდეგ წახვალთ, შედეგები იქნება. ის ოლიგარქები, რომლებმაც უარი თქვეს, ან მოგვიანებით უკან დაიხიეს ამ შეთანხმებიდან, ხშირად იღუპებოდნენ იდუმალ ვითარებაში, ან სიბირის ციხეებში კორუფციის ბრალდებით. და იმ საბედისწერო შეხვედრის შემდეგ გასული მრავალი წლის განმავლობაში, პუტინმა მხოლოდ გააძლიერა თავისი რკინის მარწუხები ოლიგარქებზე, ისე რომ რუსეთში გამდიდრების გზა პირდაპირ ქვეყნის ლიდერზე გადის. როგორც კარნეგის ფონდი არნიშნავს, რუსეთის მმართველი ელიტა დღეს ნაკლებად წარმოადგენს პოლიტიკურ ან ეკონომიკურ კლასს და უფრო მეტად არის მენეჯერების ერთობლიობა, რომლებიც ასრულებენ იმას, რასაც პუტინი ამბობს, და ამით თავს არიდებენ ნებისმიერი სხვის კონტროლს, გარდა საკუთარი ლიდერისა. ეს პარაზიტული ურთიერთობა, რომელიც პუტინმა დაამყარა, არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აღუდგნენ რუსეთის უმდიდრესები პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ომის გამო მათმა საბანკო ანგარიშებმა არაერთი დარტყმა მიიღო. ამ ურთიერთობებში ბევრი არაფერი შეცვლილა. პუტინი კლავაც გავლენას ახდენს რუსეთის უმდიდრეს მამაკაცებსა და ქალებზე. მაგრამ ჩვენ არ ვხედავთ, რომ რუსი ოლიგარქები მასობრივად შორდებოდნენ პუტინს და ისინი არ არიან ერთადერთი ელიტა, რომელიც რუსეთს ყავს. აქ ჩვენ ხედავთ ბიზნესმენებს, რომლებიც შესაძლოა მილიარდერები არ არიან, მაგრამ სურთ, რომ თავი დააღწიონ სიტუაციას. ესენი არიან მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, რომლებიც მართავენ კომპანიებს, რომლებიც რუსული ეკონომიკის 9/10-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. მოსკოვის ტაიმსის ინფორმაციით, მხოლოდ მცირე ბიზნესები რუსეთის მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით მე-5-ს შეადგენენ. და ეს ყველაფერი ის კომპანიებია, რომლებსაც საწოვისა და სხვა პროდუქტების შეძენა უწევთ ოლიგარქებისგან, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებსა და პუტინის მიერ მათთვის გადაცემულ გიგანტურ ბიზნესებს აკონტროლებენ. თუ ეს ელიტები, თუნდაც შედარებით უმნიშვნელოები, თავიანთ ფულს იღებენ და ნებდებიან, ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს იგივეა, რაც ბანკოს სახს საძირკველი გამოაცალო. ყველაფერი ინგრევა და თითოეული ბანკო იატაკზე ეცემა. პუტინმა უკვე ნახა, როგორ გაიქცა ამ საშუალო დონის ელიტების დიდმა ნაწილმა. პუტინის შეჭრის დაწყების შემდეგ პირველ თვეებში გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ რუსეთის მილიონერებიდან 15,000 ცდილობდა ქვეყნის დატოვებას.
კიდევ ერთხელ, ესენი ოლიგარქები არ არიან, მაგრამ ისინი მაინც რუსეთის საზოგადოების ზედა ფენებში არიან. ფინანსური თვალსაზრისით ისინი ელიტები არიან და სურთ ქვეყნიდან გასვლა. ახლა როცა პუტინი ხელს კიდევ უფრო ღრმად ხოვს არამხოლოდ დარჩენილი მილიონერების ჯიბეებში, არამედ იმათშიც, ვინც სოციალურ იერარქიაში ცოტა ქვემოთ არიან და გრძნობენ, რომ უკვე საკმარისი მისცეს, ის ქმნის იდეალურ გარემოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც თეთრი დროში საწევა სურს. პუტინი მათ აღარიბებს ომის გამო, რომელიც არცერთს ნამდვილად არ უნდა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა ვერ დაინახეს, რას აჩენდნენ, როცა 2022 წლის თებერვალში დაიწყეს მათი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია. უკრაინა არასდროს უნდა გამხდარიყო ის, რაც დღეს არის. გრძელდისტანციური დრონები არ უნდა უტყამდნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ყოველ კვირას. რუსეთს საერთოდ არ შეეხებოდნენ. სისტემა, რომელიც პუტინმა შექმნა, იდეალურად იმუშავებდა, თუ ომი მხოლოდ უკრაინაში დარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდები იხარჯებოდა ბრძოლაში და ასობით ათასი რუსი იღუპებოდა. ელიტები მაინც მიიღებდნენ საკუთარ წილს, მაგრამ ახლა ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა. რუსეთისთვის ნელი წინსვლა ადგილზე, თუ საერთოდ არის რაიმე წინსვლა, კიდევ უფრო მძიმდება ნავთობის დაცვით, გზავრობის შეფერხებებით, საწვავის დეფიციტით და ყველა იმ სხვა მაგალითით, როცა ომი რუსეთში ბრუნდება, მაშინ როცა ის არასდროს უნდა გასულიყო უკრაინის ფარგლებს გარეთ. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ფული ომზე იხარჯება, არამედ ისიც, რომ უკრაინის სტრატეგია სულ უფრო ართულებს რუსეთისთვის მეტი ფულის შოვნას, რაც საბოლოოდ ელიტებსაც აზიანებს. ისინი, ვინც წარსულში პუტინის სისტემამ გაანებიურა, ახლა სწორედ ამ სისტემისგან ზარალდებიან. და ისინი დიდხანს აღარ აიტანენ ამ მდგომარეობას, სანამ საკუთარ ლიდერს არ დაუპირისპირდებიან. ისინი ამას უკვე აკეთებენ, იღებენ ნაღდ ფულს და ცდილობენ თავიანთი ფული დამალონ. პუტინი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უცოდინარია, ხედავს როგორ იცვლება ვითარება და რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ ელიტები ცოტა ხნით მაინც დაამშვიდოს და ომი გააგრძელოს. ის ხარჯს ჩვეულებრივ ადამიანებს აკისრებს. გახსოვთ, როცა ვახსენეთ, რომ რუსი ელიტები ბანკებიდან ფულს იღებენ, რადგან შიშობენ, რომ კრემლი მათ ფულს ომის დასაფინანსებლად ჩამოართმევს. ისინი რაღაცას მიხვდნენ, რადგან ზუსტად ასეთი წინადადება კრემლიდან წამოვიდა და ხარჯის გადახდა ჩვეულებრივ ადამიანებს მოუწევთ. ამის შესახებ იუწყება 29 ივნისის RBC უკრაინის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რუსებისგან ნაღდი ფულის ჩამორთმევის საკითხზე მსჯელობა თავრობის უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. როდესაც ვლადიმერ პუტინი სასოწარკვეთილად ეძებს გზებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდის შევსებისა და რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის პრატის პრობლემის მოსაგვარებლად, ეს წინადადებები წამოაყენა რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა, რომელიც ამბობს, რომ რუსულ საბანკო ანგარიშებზე 1,6 ტრილიონ დოლარზე მეტი უბრალოდ დევს და ომისთვის გამოყენებას ელოდება. ეს ფული არ იდება წარმოებაში და არც სხვა რამეში, გამარჯვებისთვისაც კი არა. ეს პრობლემა სწრაფად შეიძლება მოგვარდეს. თუ მე პრეზიდენტი ვიქნებოდი, ამას ერთი ბრძანებით გავაკეთებდი. საომარი მდგომარეობის დროს მას ამის უფლება აქვს. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, განაცხადა ზიუგანოვმა. კრემლი როგორც ჩანს, ამ ნაბიჯს ჯერ არ დგამს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც მას საშუალებას მისცემს გამოიყენოს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული საპენსიო დანაზოგები, რომლებიც ამჟამად კერძო ფონდების მიერ იმართება. ეს თანხები გადაირიცხება კრემლის მიერ კონტროლირებად საპენსიო სისტემაში, რაც პუტინს საშუალებას მისცემს ეს ფული ჩადოს იმ ბიზნესებში, რომლებიც მის საომარ ძალისხმევას უჭერენ მხარს. ელიტებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ იღებენ ფულს საბანკო ანგარიშებიდან და მოითხოვენ კაპიტულაციას. მაგრამ თუ პუტინს გონია, რომ ასეთი ნაბიჯით ჩვეულებრივ რუს ხალხს კიდევ ერთხელ დაარტყამს და ეს შერჩება, ის ალბათ ცდება. ეს ნაბიჯი მას არ დაეხმარება. გრძელვადიან პერსპექტივაში არა. ეს მხოლოდ კიდევ უფრო გააბრაზებს რუს ხალხს იმ დროს, როცა პუტინისადმი ნდობა ისეთ დაბალ ნიშნულზეა, როგორიც ომის დაწყების შემდეგ არ ყოფილა. პუტინის რეიტინგები უკვე რამდენიმე კვირაა იკლებს. იმდენად, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა შეცვალა გამოკითხვის მეთოდოლოგია და სატელეფონო ინტერვიუებს პირადი სახლის გამოკითხვებით დაუმატა. ბევრად უფრო ადვილია დააშინო ადამიანი და აიძულო თქვას, რომ პუტინი თქმაყოფილია, როცა პირდაპირ თვალებში უყურებ. პუტინი ცდილობს ჩაახშოს რუსეთში განვითარებული ცუდი განწყობა ბოლო რამდენიმე კვირაში. უფრო მეტი საჯარო გამოჩენით, თუმცა მოსკოვის გარეთ ასეთი გამოჩენები იშვიათია. რუსეთის ლიდერი ცდილობს საკუთარი თავი გამოიყენოს როგორც შაქარი, რომ წამალი უფრო ადვილად გადაუშვას მათ, ვისაც ფულის წართმევას უპირებს. ეს თამამი სტრატეგიაა, მაგრამ 4 წელზე მეტი ომისა და იმ ეკონომიკური კატასტროფის შემდეგ, რომელიც პუტინმა უკვე შექმნა, უნდა იფიქრო, რამდენად იმუშავებს ეს ომით დაღლილ მოსახლეობაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა უბრალოდ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს. დაარტყი ფინანსებს და ზეწოლა პუტინზე გაიზრდება, რაც აიძულებს მას მიიღოს ისეთი სულელური გადაწყვეტილებები, რომლებიც ელიტებიდან დაწყებული ჩვეულებრივ ადამიანებამდე ყველას მის წინააღმდეგ განაწყობს. ის ტანჯვა, რომელსაც უკრაინა რუსეთის შეძლებულ ფენებს აკენებს, ნათლად ჩანს ყირიმში, სადაც უკვე ჩნდება ფოტოები მდიდარი ტურისტების, რომლებიც ტირიან, რადგან ვერ ტოვებენ დანგრეულ და იზოლირებულ ნახევარკუნძულს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპის ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ უკრაინის ამჟამინდელი როლი ყველაფერში არის ის, რომ დაამტკიცოს საწინააღმდეგო მოსაზრება, თითქოს რუსი ხალხი დაბადებიდან მზად არის და სურს თავისი ქვეყნისთვის ტანჯვა.
რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ტანჯვა, როცა პუტინი თქვენს ჯიბეებიდან ფულს იღებს და თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს ომის გამო, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ მას აინტერესებს. ეს არის კითხვა, რომელსაც უკრაინა სვამს თავისი თითოეული დარტყმით, თითოეული საბრძოლო გამარჯვებით, თითოეული ქმედებით, რომელიც კრემლს აიძულებს კიდევ უფრო ღრმად ჩაყვინთოს პუტინის ომის დასაფინანსებლად. ისინი, ვინც უკვე იტანჯნენ, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას თხოვენ, ელიტებამდე ჩათვლით. ეს სტრატეგია ვერ იმუშავებს სამუდამოდ. პუტინს დაცემა ელის და მისი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ იცის რა გამოიწვევს ამას. შეიძლება ის ოლიგარქები, რომლებიც ამდენი ხანი კონტროლქვეშ იყვნენ, ჭრდილში რაღაცას გეგმავენ, რადგან პუტინის ქმედებები მათთვის მტკივნეული ხდება. შეიძლება ელიტების 1-2 საფეხურით ქვემოთ მდგომები დაასუსტებენ რუსეთს, იმდენად რამდენადაც თავიანთ ფულს პუტინის ხელიდან შორს დაიჭერენ და უკრაინის ძალას დაემორჩილებიან, როგორც რაიმე ხელშესახები აჯანყებით. ან იქნებ უკრაინა უბრალოდ აიძულებს პუტინს, რომ თავის ხალხს კიდევ უფრო მეტად ძარცოს, სანამ ისინი ვეღარ აიტანენ და იძულებულნი გახდენა და გახდებიან აჯანყდნენ. ჩანდაბას ყირიმის იზოლაციაც კი, რაც ახლახან ვახსენეთ, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ რუსების მასობრივი გადინება დაიწყოს უკან, მატერიკზე, კერჩის ხიდის გავლით, რაც დაანგრევს იმ სიმბოლოს, რომელიც პუტინმა უკრაინაზე რუსეთის ბატონობის დასამტკიცებლად გამოიყენა და თავისი ტყუილების გასამყარებლად, თითქოს რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია. თუ რუსი ხალხი დაინახავს, რომ გამარჯვების საპირისპირო ვითარდება და ამას ფინანსური პრობლემებიც ემატება, ეს შეიძლება საკმარისი იყოს მათ გასახვიძებლად. უბრალო ფაქტია, რომ პუტინი ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს რუსეთში. ელიტები აღელვებულები არიან, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანები ფინანსურად ზარალდებიან. პუტინი ყველას აღარიბებს და ის უკვე მიხვედრის ზღვარზეა, თუ რატომ არის ეს ძალიან ცუცუდი იდეა. ეს არ არის ისე, რომ რუსეთს შეეძლოს ეკონომიკური პრობლემებიდან გამოძრომა, რომლებიც მის ელიტებს დანებებას აიძულებს. რუსეთის შიგნით რაღაც დამანგრევლად არის გატეხილი და უბრალოდ არ არსებობს პერსპექტივა, რომ ქვეყანა აღდგეს, სანამ ომი არ დასრულდება. გრძელვადიანი შედეგები ისეთივე დამანგრეველია, როგორც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და შეგიძლიათ გაიგოთ რატომ, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო, გამოიწერეთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ ინგრევა რუსეთის შიგნიდან და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.